დამემუქრნენ ტვინს გაგასხმევინებთო უზენაძის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა. 3 საათიან ვიდეო ჩანაწერში ბესარიონ ალავიძე დეტალურად ყვება, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები რეზონანსულ საქმეებზე. ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ვალერიან ცერცვაძისა და ვასილ როინიშვილის ზეწოლის ქვეშ. ალავიძე ამბობს, რომ ზეწოლის გამო სუიციდსაც აპირებდა. ყოფილმა მოსამართლემ ჩანაწერში რუსთავიორის საქმეზეც ისაუბრა და გაიხსენა, რომ ტვინის გასხმევინებით დაემუქრნენ. სუსმა მაშინ მითხრა, რომ ეს საქმე სტრასბურგშიც დალაგებული და მოგვარებულია. შენ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ამბობს ვიდეო ჩანაწერში ყოფილი მოსამართლე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების დღეს რეგიონებში პოლიციელებისთვის 94,000 ლარზე მეტი საკვებს იყიდის. საკვებს ტენდერის გარეშე შეიძენენ. რეგიონების მიხედვით პოლიციელების კვებაზე ყველაზე მეტი თანხა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაიხარჯება. მოსკოვში ბაშარ ალ-ასადის ლიკვიდაციას სცადეს სირიის ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს. ასადის მდგომარეობა სტაბილურია, მან უკვე დატოვა რუსეთის დედაქალაქის გარეუბანში არსებული ერთ-ერთი საავადმყოფო. მანჩესტერში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია 2 ადამიანი. თავდამსხმელი სინაგოგასთან შეკრებილებს ავტომობილით დაეჯახა, შემდეგ კი ცივი იარაღით რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ბრალდებული ლიკვიდირებულია. თავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც ებრაული თემი იომ კიპურს აღნიშნავდა.